აი ეს ის ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც წლების განმავლობაში თავი ვერ მოუყარეთ და თუ გამოყოფთ რამდენიმე წამს თქვენი საკუთარი თავისთვის, ეს საკითხი თქვენთვის გახდება ძალიან მარტივი და გამოიყენებთ მას პრაქტიკაში უმარტივესად. ნატვრა აწმყოში, წარსულსა და მომავალში. Wish და if only ერთმანეთის მაგრად ნებისმიერ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ და ნიშნავს ნეტავ. ნატვრა აწმყოში გამოიხატება wish დამატებული past simply ან if only დამატებული past simply. I wish I had a car. ნეტავ მანქანა მყავდეს. ნატვრა წარსულში გამოიხატება wish დამატებული past perfect-ი. განვიხილოთ მაგალითი I wish I had studied harder when I was at school. ნეტავ კარგად მესწავლა, როდესაც სკოლაში ვიყავი. ნატვრა მომავალში გამოიხატება wish დამატებული would ან could მოდალური ზნების წარსული ფორმა. That's a dreadful noise. საშინელი ხმაურია. I wish it would stop. ნეტავ შეწყდებოდეს. ეს ხმაური. მოკლედ, wishი და if only ერთმანეთს უდრის და ქართულად ნიშნავს ნეტავ და მოცემულია სამივე მომენტი, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ნატვრა. შეგიძლიათ დღეიდან ინგლისურად ნებისმიერი რაიმე ინატროთ. ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.